გასაგებია სულად კი არ მეთქვა მეც უყურე ერთი კვირიდან 1 საათი არა 1 საათი უყურე მართლა მაინტერესებდა და ისა არა განარამე ის იყო კაცო უბრალოდ ძალიან ყოფითი ამბავი იყო და საინტერესო საუბრები რა ხო და უბრალოდ გამიკვირდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებდა რა ბიჭო აინტერესებთ იდეაში რა ალბათ ხალხს რომ კაგრას ხარი აინტერესებს YouTube-ზე ინტერაქცია ბევრია რა YouTube-ზე რა სიტყვით აინტერესებს იმაზე რა სიტყვი ამაზე რა სიტყვი ნახე რაღაც ვიდეოს მაგრამ მაინც ძალიან ბევრია ბიჭო უყარხარ ერთია ვიდეოს არა გულწრფელად გეტყვი ჩვენ თვითონაც არ ველოდით ეგეთ შედეგს ანუ კი სტანდარტულად 2000 კაცი ლაივში რაღაცა ოქტომბოსისთვის მისაღები თემაა მაგრამ ის რომ ღამის 5 საათზე წამოწოლილი კალადატო ბაზრობენ რომ შეჩემა იმან ის რაღაც რა აი სულელებზე და მაგას უყურებს 1500 კაცი აი მაგას ჩვენც არ ველოდით და ობახარო ყვება რომ დალი მიუძნებდი უბანში ვიღაცას და მაგას ერთგვარად რეალიტი შოუ ხო და ახლა ეგრე გამოვიდა რა ჩვენ ხოლმე ვიდეოებს ვიღებთ რაღაცა მოკლე ვიდეოებს რაღაცა ის კიდიაში ხალხს წარმოადგენა აქშენზე რანაირი ხარ რაღაც მაგრამ YouTube-ზე ხო ეს რაც უფრო ახლოს ხარ ხალხთან პირდაპირ მიგაქამ ვიდეოთი და რანაირი ტიპის ხარ ისე იქცევი რა დადგმული და ის არაფერი არ არის ხოლმე რა გულწრფელად უფრო უშუალო ხარ უფრო კიდე ხალხმა უფრო ახლოდანო დაგინახა რეალურად რასაც აკეთებ ხო ხوار შევცვლელ ვარ თიკა რა ხوار მსახიობ და უფრო გაუსწორდათ რა და მაგრამ იმას თქვენ კაი ტიპები რო ხართ გასაგებია ყველაფერი ვიცი მაგრამ ჩემთვის არ წარმოუდგენელი ლაივში რო 10000 კაცი უყურებს ესეთ რაღაცა მე არ მახსენდება სხვა არაფერი ნუ საქართველოში მე მსგავსი რამ არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში ლაივი ხონდა ტრანსლაციაზე ხონდა ყველაზე მეტი მე მგონი მაფიის ხონდა ლაივი ხომ ნუ მაგრამ ეგ ეხა მან რეკორდი დადო მაფია 2 საათი ტელევიზიაში ხალხო დედი რო ხდებოდა რაღაცა ქვეყანაში და სიგიჟე და უყურებდა ხოლმე Facebook-ზე ლაივში ალბათ აი მაქსიმუმი რაც მახსოვს ეს იყო 6000 კაცი აი მაგ ყველაზე როგორ დროს იცი აი ქვეყანა რო ინგრევა ეგე დროს და აქ უბრალოდ ვიჯექით და 1000 კაცი უყურებდა מחარა როგორ პარსავდა თმას გალას ხო ესე იგი რამხელა სიყვარულია ხალხში თქვენ მიმართ რა ძალიან მაგარია ეს ნამდვილად 100%-ით გეთანხმები და მე ძალიან მიყვარს ეგ ხალხი open air-ზე რო ვიყავით ისე გამისწორდა და ისე იგრძენით ხო ეს აი თბილად და უშუალოდ რო ნახულობდა რაღაცა და იხარ ვიღაცა რო ხვდება თან რა მუღამია მე ძალიან ისე პირდაპირ ისე მოდიან რა ძმაკაცივით რა იმიტომ რომ ეკრანზე რო გიყურებს ვიღაცა და იმიტომ რომ თქვენ ისედაც უშუალოები ხართ ის არა რომ ძმაკაცივით არის რა შენ იქით არ იცნობ თორე აქეთ გიცნობს და გეძმაკაცება კი და მაგრამ ზოგჯერ პრობლემებიც მოხდეს ხოლმე მაგას ვიღაცა მოდის აი როგორ იცი ანუ ცოტა რო იმას ხდება რა ხო ცოტა ვულგარულობაში ძალიან ისე ხო მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნასვამია ხოლმე და ეგ არ არის პრობლემა ანუ ხვდები მე თვითონაც და ძალიან ისე უტარებ რომ აი გენაცვალე რაღაც შევეხუტები და it's okay მაგრამ ნუ ზოგჯერ მაინც ეგ მომენტი ხდება რა ხო მაგრამ ყველას ვერ მოთხოვ მაგას ხო იცი ეხლა ყველა თავისებურია და რაღაცა რა ეხლა ჩემი აზრით იყარო დავიდაბანები ეხლა ჩემი აზრით ცოტნე იტყვის რომ ჩვენი წარმდგენი და სპონსორი არის ლუდის მე მაგას არ ვიტყვი. მე ვიტყვი რომ გაგიმარჯოთ მაყურებელო. გამომარჯოთ, დავიწყეთ? კი ბატონო, ეხლა ოფიციალურად დავიწყეთ, მაგრამ არ გამორიცხოთ ეხლა რა საუბრობდი ეგეც იყოს. კი, გადაცემაში იქნება 100%-ით. და მეგობრებო, ვინც ვერ მივხვდით ჩვენ კიდევ, ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ბექა ყორშია. მოგესალმებით, გამარჯობებით, მოგესალმებით. მე ტაშის დაკნოს ვაპირებ, მიჩვენე რა და ის მოხსაქვია. მეც მერტო როგორ ახარ ბეკა აი კაი ხალხი ხარ რა კაი ხალხი ხარ ეს ერთი ბაზო კომფორტულად მაგზნობინეთ თავი იმიტომ რომ მე ხშირად მანძღავენ ხოლმე რომ კეპი აიხადე ერთად გაგვანძღავენ გადანაწილდება ეს პასუხისმგებლობა თვალი არ გიჩანს მთელი ამ ხო და მეცაც გეტყვი ბოლო ორი სტუმარი შენამდე ვინც იყო ორივე კეპით იყო ანალოგიურად რა კი სოსოს და კვარა ყავდა კიდე სულ კვარასაც კი ბატონო და ესე კეპებით გადავწყვიტეთ რომ დღეს ყოფილიყავით გუნდიშას არ უხდება მე ძალიან მიხდება ვიცი ასეთი უნდა ნამდვილად ასე არ ხდებაო რა ტრაკია ბიჭო რატო არ მიხდება არა კაი გიხდება ჩემი აზრით ყველა მელოტოს ხდება კეპი ანუ პირდა გაესა დაუწერელი კანონია რომ თმა თუ არ გაკეპი გიხდება ხალხო
ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ დამპატიჟეთ თქვენთან თუ მომიწვიეთ თუ როგორც არის. პირიქით. მე ვნახე თქვენი ყველა გადაცემა, რაც გქონდათ და მართლა აღფრთოვანებული ვარ და მართლა ძალიან კარგი იყო. აი ძალიან კარგი იყო და ძალიან ვისიამოვნე. ყურებით, სოსო ვნახე, ლევანი ვნახე, მახარა ვნახე და კიდე ორი გადაცემა ვნახე. პავლიკა თემონიკაბაძე ალბათ. კი ბატონო. კი. აი ლოგიკურად მიმჟელე. ხო და ძალიან კარგი იყო მართლა და გილოცავთ ამ ფანტასტიკურ წამოწყებას დებიუტს და რა ვიცი. უღრმესი მადლობა. ჩვენც ოქრო ხარ. იღბალი მოეტანოს ჩემს ფეხსაც. ჩვენც ასევე გიყურეთ და ვიცით რომ ახალი წამოწყებული პროექტი გაქვს და შენი არხი თქვენ რიგებში. კი ბატონო YouTube სამყაროში გაერთიანდი. გასავლელი, მაგრამ ხო და როგორ მოგწონს ანუ შემოგითამაშდით. როგორ მოგწონს YouTube-ზე გადმოსვლა, როგორ მიდის საქმეები? ნუ YouTube-ზე, მიზეზი რატომაც YouTube-ზე მომიწია გადმოსვლა, მაინც და მაინც ასიამოვნო არ არის. მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ ძალიან აქტიური მაყურებელი ვიყავი ქართული YouTube-ის, მაგრამ თან ვიყავი. ძალიან აქტიური არა, იმიტომ რომ ქართულ YouTuber-ებს ყავთ ძალიან აქტიური მაყურებლები. კი ბატონო. ხო და მე ვიყავი ზომიერად აქტიური მაყურებელი და ძალიან მომწონდა ის კონტენტი, რასაც ყველაფერი არ არა, თქმა უნდა, მაგრამ მეტწილად ძალიან კარგი ვითარდება რა, აი რაღაცა ეს ტრანზიციის ფაზა გაიარა ძალიან სწრაფად ქართულმა YouTube-მა. და დიდი პროგრესი შეიმჩნევა და მე ამას ძალიან ვაფასებ. ეს არის თქვენი დამსახურება, მეგობრებო. უღრმესი მადლობა პირველ რიგში. კარგია რომ გაერთიანდი ამ სამყაროში და რა ვიცი, მე მგონია რომ შენ კონტენტს, რასაც შენაკეთებდი, უფრო მეტად უხდება YouTube-ს სივრცე, იმიტომ რომ გაცილებით უფრო ისეთი გაქვს რა, ლაღი, თავისუფალი კონტენტი, იუმორით სავსე. ჩემი აზრით იუმორისტია. ჩემი აზრითაც უფრო მეტად იუმორისტია, ვიდრე არაბისტი. ვიდრე არაბისტი. ხო, ისე არაბისტი რო არის, ეგ საერთოდ გასაოცარია მაგ მხრიდან, ანუ რატო საიდან აღმოჩნდი ვაფშე აი დაამთავრე სკოლა და გადაწყვიტე რომ რაღაცა ლიტერატურული ფესტივალი იყო და იქ გავიცანი გიორგი ლობჟანიძე, ეს არის ქართველი არაბისტი, ირანისტი და რაღაცა ისე მოხდა რომ ამ ფესტივალზე ჩემი ის გავიდა მეორე ადგილზე და ნუ გიორგიმ თქვა რომ გავიცნო ეს ბიჭი ვინ არის, მაშინ ვიყავი მე 10 კლასში თუ რაღაცა. გავიცანი გიორგი ვილაპარაკეთ ლიტერატურაზე, არაბულ ლიტერატურაზე, ზოგადად აღმოსავლურ ლიტერატურაზე და იმდენად მოვიხიბლე რომ მაშინ გადავწყვიტე თან ისიც ვიცოდი რომ ჩემგან ვერც იურისტი გამოვიდოდა და ვერც კიდე რაღაცა და საბოლოო ჯამში ჰუმანიტარი ვიყავი ბავშვობიდან და შესაბამისად ეს იყო ის ნიშა რომელიც უნდა მე მაინტერესებს უფრო რამდენად გამოგადგა. რამეში თუ გამოგადგა უფრო სწორად აი ხა ცოტა ჩემთვის პირადად რთული წარმოსადგენია ხო ხტები რა დაგუთხითაც ალბათ უფრო თვით ტკბობისთვის იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რაღაცნაირად არაბული დიდად არავის არ ჭირდება მაგრამ თვით ტკბობაში რას გულისხმობ და ესკაპიზმში კიდე როდესაც მინდა რომ მოვწყდე ამ პრობლემებს რაშიც ვართ დღეს ჩვენ ყველანი ვიწყებ ხოლმე არაბულად კითხვას, არაბული ფილმების ყურებას, არაბული YouTube-ის ყურებას და ასე შემდეგ და არაბული YouTube-ი. არ ველოდებოდი. კითხვა ფილმები და ეგ გადასვლა იყო. ხო და მაგით ვწყდები ხოლმე რეალობას რა, რაღაცა ისა თავდაცვის ქართულ YouTube-ს არ ვიცნობ კარგათო და არაბული YouTube-ი კითხა. არაბული ტოპ YouTuber-ები. აი, სანამ შენზე ვსაუბრობთ, ბექა, დაბადების დღე როდის გაქვს? 28 დეკემბერს. 28 დეკემბერს. მედი მოძებნე, მანამდე უცებ ვიტყვი, რომ ჩვენი სპონსორი არის ლუდისა. მათი დამსახურებით ვარსებობ და ასევე ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია, მათი დამსახურებით ხალისობთ გადაცემებში. კი ბატონო. ჩვენ ხარდამჭერებს. ჩვენ გვაქვს წიგნი პატარა, წიგნაკი. ისეთი, სადაც წერია 365 მიზეზი, რატომ უნდა დალიო. ანუ ყოველ დღე როცა უნდა გავაკეთოთ პოდკასტი, რა ვიცოდეთ რატო ვსვავთ. თქვენთან და მესამე წამყვანი. შენ დაბადების დღეს მაგალითად ემთხვევა საღეჭი რეზინის გამოგონების დღე. ეს და ეხლა ნუ აი და სერიოზული მიზეზია. დღეს რამე არის, თქვა დღეს არის 27. და მეორე დღე იქნება ალბათ დამოუკიდებლობის დამოუკიდებლობის მეორე დღე, ხო, რავი, შეიძლება. რამე ემთხვევა ისეთი რომ ბიბლიოთეკარების საერთაშორისო დღე. ვა ეს საოცარი ხალხი გამომართვეს დღეს არ მინდოდა რა როგორ თქვა უარი არ შეიძლება
აპატიეთ რა ოჯახში რა რომ დღეს აი ესეთი რაღაცა მომიწია რა და რომ მოვალ არ მეჭხუბოთ მე ჩემთან მაგაცო ხო ის რო არ უკვირთ რომ დასვავი მიდიხარ სახე ყველაფერი შეგიძლია დამაბრალო მე ეგრე წონეს ვამდა ეს როდის დაიცემდე აუ ნახე რა მაგარი დღე არის 7 ივნისი უნდა დავლიო ბიჭო რაღაც უცნაურად ჰარლი დევისონის გამომგონებელიო ოღონდ ბრუკს სტივენსის დაბადების დღეო ჰარლი დევისონის გამომგონებლის ბრუკს სტივენსის დაბადების დღე? ხო, ეგ იგივე. ჰარლი დევისონის გამომგონებელი ჰარლი დევისონის სახელი და გვარი, ხო, უნდა მეტყველებდეს. ჩვენი პროდიუსერი ლალი, ხო, თუ არის. აქვე გეტყვი, არაჩვეულებრივი ქალბატონი. ვენაცვალე სულში გულში მას. საყვარლესი მართლა უნიჭიერესი და რაღაცა დედობრივი ზრუნვით მიმიღო და და ისე საყვარელ თემებზე გვესაუბრა გადაცემის დაწყებამდე რომ აი ეს გაღუნულ ინსტრუმენტებზე გველაპარაკებოდა და რაღაცა ძალიან ლალის ვინც არის უნდა რომ გაიცნობთ და რაღაცა მე მიხვდებით რომ რაღაც ეტაპზე ლალიც უნდა შემოვიდეს ხო დღეს თუ არა ლალი როცა იქნება ხო ეგ გვაქვს 100,000 გამომწერზე გვაქვს ნათქვამი რომ ლალის სახეს გამოვაჩენთ unboxing-ი იქნება ლალის იმიტომ რომ AI არის რაღაც მოწყობილობაა რეალურად ლალი და არა ადამიანი რაღაც სხეულს შეუქმნით რაღაცა ის არის რა ბექა შენ ხარ ცნობილი მაინც შენი პრანკებით რაც არ უნდა იყოს საიდან წამოვიდა ეს შენი შენ ხარ ცნობილი შენი არავის შენი თარგმანებით შენი ნაშრომებით ცნობილია მსოფლიოში შენი მაგ წაკითხული ხო და რა საიდან წამოიწყო ეს შენი პრანკებისადმი სიყვარული თუ უბრალოდ ეს როგორც პროექტი ისე შეიქმნა და არა ძალიან პრაქტიკული მე ესე დავიფარებ თუ არ გეწყინებათ რა კი ბატონო ძალიან პრაქტიკული მიზეზი ჰქონდა სინამდვილეში იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე უკვე ვერ ხდებოდა ქართული ოცნების ტიპებთან უშუალოდ მისვლა, იმიტომ რომ არ გაძლევდნენ მაგის საშუალებას, არ გეძლეოდა არც პარლამენტში, არც არსად. ზოგადად მისვლის და საუბრის საშუალება არ გეძლეოდა, შესაბამისად, აქედან დაიბადა ეს იდეა. მოდი მაშინ დაურეკავ და რო დაურეკავ, ხო, ეხა ურეკავ, ეტყვი ვინც ხარ, გაგითიშავს. ხო. აზრი არ აქვს, ხო? შესაბამისად გიწევს ესეთი რაღაცის მოფიქრება და დადგმა. მაგრამ მიყვარდა და მაგრა ვერთობოდი ხოლმე განსაკუთრებით შენ სახეზე ვიკაიფე ის ჩუვაკი რო შვილებს იფიცებოდა მე რო მაგაზე აი არ ვიცი ხო არა თან არის სასაცილო და თან არის ძალიან დამთრგუნველი და ჩემთვის რა იყო იცი კიდე რომ ძალიან ღელავდი ხოლმე როდესაც დავპრანკავდი ვიღაცას ძალიან ღელავდი ხოლმე რაზე რომ ეხა ეს კაცი ამას რომ მოისმენს რაღაც არ დაემართოს. აი სულ მქონდა ეს ღელვა რა. და არის კიდეც საღელვი სინამდვილეში, მაგრამ რა თვალსაზრისით გამემართა იმაში რომ ვისაც დაურეკა ყველა დედაული აღმოჩნდა. სკელკანიანი. ანუ ერთი მახსოვს რომ აი იმაზე ყველაზე მეტად ვიღელვე. იმიტომ რომ შესაძლოა ცოტა ისეთი ხან შესული იყო და იმდენად ვიღელვე რომ დარეკვიდან ორი კვირის მერე გავუშვი. ეს ორი კვირა ვეკითხებოდი ხალხს რომ რაღაცა და როგორ ხარ და რაღაცა და საბოლოო ჯამში ნუ გადავწყვეტე რომ ეს და მე გონა რომ ამ კაცს არ ვიცი რაღაცა სინდის შეაწუხებდა მე ეთლისტ როგორც ჯენზიკი ბავშვები იტყვიან ხო და მე მეორე დღეს როდესაც კითხეს ჩაიკითხნენ ამ კაცს რომ თქვენზე როგორი მოქმედაო ამანო და რა კომენტარს გააკეთებდით აუ ეგეთი 1000 მაქვს გამოვლილი ეს იყო რეაქცია რა ხო და 1000 ვერ გადამხდარი ის ორი მე რაღაცა ნერვიულობით მართლა და ამას ეგ ვერ გადაუშვი მე არ გამგვირებია რო იკიდა ჩვეულებრივი მომენტია აი მე ეგეთი რაღაცა ჩემი ან ძალიან მარტივი მესახვედრია რომ კიდია იმიტომ რომ მაგდენად არაპროფესიონალი ხალხი რო იჩითება ყველა სფეროში გვაქვს ჩვენ პრობლემა მაკმონჩი რა საერთოდ რა იმიტომ რომ არაპროფესიონალიზმი ჩვენი ის არის რა აი რო აი სადაც არ შეგიძლია რაღაცის კეთება და იქ ხარ და ამით ვიღაცას აზარალებ თუ მე მისწორდება რაღაც კეთება და მარტო ჩემ თავს ვაზარალებ ვაკეთო კაცო რა პრობლემაა მაგრამ ვიღაცას და თუ ვაზარალებ და მაინც იგივეს ვაწვევი ვარ ცუდი ადამიანი. ცუდი და ბოროტი და თუ შეიძლება რომ არ ქნათ ხოლმე ეგეთი რაღაცები. თქვენ დედას სიმე. იმენა სახე გააძრო ბოლოს. პაპატიეთ. ბიჭო, ხო და ანუ აქვე ორივესთან კითხვა, ანუ ბავშვობაში რამდენად გქონდეს პრანკებში როგორ იღებდით მონაწილეობას როგორ მე მერიდებოდა გინდა ტელეფონზე დარეკვის პრანკი ყოველთვის მეშინოდა ისი ტელეფონზე რო ვრეკავდი
თან უკვე იმ პერიოდში ვიყავი რომ ისინი ტელეფონი ქონდა ბავშვობაში? ვიცი რა მე ტრენდული იყო ეს პრანკი. არა, ბავშვობაში არ გახსოვს ახლა ზარის დარეკვა და კარიდან გაქცევა და ამას გულისხმობ. დიმაუშკის არა ის არა რა ქვია მართველი პარტიის წარმომადგენლებსაც დარეკვას არ გულისხმობ შემთხვევაში. გამგებელს ბავშვობის თემაში რა მე თუ გქონდა ისეთ საყვარელი პრანკი რა. მე არ მქონია მსგავსი რაღაც ესეთი განსაკუთრებული ხა ბავშვური სისულელეები. მე არ გეცალა არა ბუსალობდი მაგრამ ბიჭო არ ქონია ბავშვად მე რო გაიზარდა გაახსენე ეგ უნდა მეთქვა რომ ახლა გაიგვიძა ჩემში ბავშვმა. ამაშია საკ. ეხა მაიმუნობს. იდეალური დრო არის და კაი მომენტი ეს სხვათა შორის ძალიან кайფობ ძალიან ვერთობ. შენ ბავშვი რა იყო? ბიჭო მეც ცოტა მერიდებოდა ხოლმე ეგეთი რაღაცები და არასდროს არ მიყვარდა. აი მოსაწყენი ბავშვობა ქონდა. ბიჭო აი რა მე მერიდებოდა მაგრამ აი სხვა კეთებდა. ვერ ხვდებოდი. ჩემ იმ პერიოდში იყო რომ ტელეფონებზე ისე დაიწყო რომ თვითონ აქვს რაღაც კარგი ისტორია. ბევრი რაღაც მოგს გაფუჭებული. არის ჩვენ ვერაფერი ვერ ვთქვა და ამის ფონზე მან დადოს ზარის დარეკვები კარზე. რამდენიც გინდა დარეკე და გაიქეცი. ერთი მეზობელი მყავდა აკლული ვაფშე. ტელეფონზე დარეკვა და ტელეფონზე დარეკვა ყველაზე გადაობა ის იყო რომ დაურეკავდი რაღაც მე აღარ გირბენია ხო შესაძლოა. მაგის მე აღარ გირბენია. ამეთქობა რომ ვერ ბინაშეში. ხო და ის რა ქვია ტელეფონზე დარეკვა და ერთხელ უბრალოდ დაემთხვა ისე რომ აშკარად ის რაღაცა ზერსკი ტელეფონი ქონდა ნომერი რო ეწერებოდა და გადმორეკეს. ჩამწერიანი ტელეფონები ჩემი მაგ ხალხი მაგ ბავშვების ბრალი არის ჩამწერიანი ტელეფონები. ხო რო გამოიგონეს მაგათი მოგონილია. მაგათი მოგონილია. ალბათ რა ტვინი გაიგო. ჩამწერიანი ტელეფონები რო გამოიგონეს ამ ბავშვების დამსახურება ვინც პუელა ეკავდა. ჩამწერიანი რა ის ხო რა ნომერი რო ეწერება რა ის reply რა პირდებოდა. და ის რა ქვია დიმაუშკები და რაღაცეებიც იყო რა თქმა უი მე რას ვაშავებდი ხოლმე ეხა გამახსენდა. თურმე აშავებდი რა ხედავ უნდა მომეყოლა. სუდი ბავშვი რატო ვიყავი. შენს რაღაცას ვერ გახსენდა. ეზოს შესასვლელთან მიდექით. სულელი მაგ გაკეთებული მაგრამ ნუ აი ესენი ახლა შენად ჩამოთვალე ტელეფონი დარეკვის გარდა ხა ზარი და რაღაცები ყველაფერი მეც მაგ გაკეთებული ბუნებია ხა ესეთ რაღაცები. შერასაშავებდი. ბიჭო ეზოს შესასვლელთან მიდექით ხოლმე მე და ჩემი ეზოს მეგობრები რა ვინც ვიყავით ხოლმე დაღაც და ჩამოწეული შუშა ვისაც ექნებოდა მანქანას ხილს ვესროდით ხოლმე შიგნით რა ანუ უნდა შეგეგდო ეგ იყო მთავარი მუღამი საშინელი ბავშვი მე მაგარი არა თქვენ რა მაგრა აშავებდით მე რა кайფობდი აი მაქედან გაქცევა იყო უფრო მაგარი მან ტიპი რო აჩერებს და მოგზდევს მე ერთი მაგროზეც მუშაობ უნდა არესწოდით ხოლმე ზამთარში აი გამახსენდა მან აწეული შუშები დადიან ჩვენ შეგდებაზე ვიყავით ზემოდან იმე ხიძე გადასასვლელ ხიძე და დაბლა რო ეს არა ეგ ხომ ჩვენ ჩაწეულ შუშაში უნდა შეგვეგდო ეგ იყო მთელი თქვენ ანუ ის რო აზარტის თემა ქონდა მე მახსოვს ერთი ის იყო სკოლის პერიოდია და პარალელურ კლასელი თუ ვინ მიყვება არ მახსოვს ზუსტად ვინ მომიყვა მაგრამ ამისი რომ ზამთარი იყო მაგრამ მოთოვო და ავედითო და მასწავლებლების კიბეები მოუყინეთო დაგორდაო მოიტეხაო რაღაცაო და სკოლაში არ მოვიდაო და გადაიდო ეგ პრანკია თუ კლავ ადამიანს ხო ეს მძიმე საშინელება იყო დანაშაულია ჩვენ დასაჭერი ხარ მაგაზე მე კი არ მიგნია არა ვინც არ მიგნა რავი მე ის რა ქვია იმის გამო რომ დავფარე დანაშაული პატარა სკოლაში მე ბავშვი იყავი შეცნო შენ კაი ბავშვი ჩვენ ბავშვობიდან იცნობთ ერთმანეთს არც თუ ისე მაგრამ კი სკოლიდან 15-16-დან ხო ნუ ჩვენ ბავშვები არ ვიყავით ცოტა მალე გავიზარდეთ რა გიწყობა ჩვენო ოდესმე ბავშვები 13-იანები ვარ 1 წლით იდები ვართ ხოლოდ ერთი იმაში ვართ ერთი პაკალენია მე ეს კაი ბავშვი იყო ძალიან სკოლაში და რაღაც მახსოვს ძალიან წესიერი და ჯიგარი რაღაც აღზრდა რუსეთში ცხოვრობდა ბავშვი ბოთლი უნდა შემოვარდას კედა ხო სამწუხარო რა საკამდე იმაში სწავლობდი კი არა და ცხოვრობდი 12 წლამდე და მე აქეთ ჩამოხედი მე ჩამოვედი აქ ჩამოვედი რა იმას ქრეს ხო გამოვიქეცე გამოვასწარი იმ თემას თვითონავით რო უშვებდნენ ქართველებს აუ შენთვის ძალიან ის არის რა ქვია კაი თემაა პაკისტანელები ხო არაბულად ბაზრობენ არა ნე მე რატო გამომხედე შენთვის კაი თემაა გეკითხა ბოლომდე არა კურიერი რომ მოდის მარტივად გასცნობ მაგრამ თორმე არაბული არ ყოფილა არაბით შემხედრია ხო ნუ ანუ რაღაც მომენტში გიმართლებს რა რამდენჯერ ყოფილა რომ აი არაბი მოსულა სახლთან ცოტა მთვრალი ხარ და ალკოჰოლს გამოიძახებ რაღაცა ისე და შემოპატიჟებია და სადაური ხარ და იქაური ვარ და იქ ნამყოფი ვარ და დალევა და მთელი ამბები
სერიოზულად. არა, მართლა ყოფილა ეგეთი. მე რო ნერვებს მიშლის ის ხალხი ეს იმას ერთად კეიფობს. გეი, აუც ისორდეს. მოდი ედგერო. მაგრამ არ გვერდა ეხა. შემოიპატიჟებ რაღაცა, იქ დალევა, იქ გოჭის ხორცი და ამოჭერა. ათქმევინა ყველაფერს. რა უკრა ზმაო, შენ თوار გადაუთადმი შემეს ვერ გაიგებენ ასე რომ. ხო, აქვე კითხვა, რითი ჯობს ტელევიზია YouTube-ს? ანუ არა, YouTube რითი ჯობს ტელევიზიას ეგ კარგად ვიცით? ხო? ეს კითხვა უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის. ხო, ვიცი ეგ რა. უფრო მარტივი იქნებოდა. მაგრამ სულ კითხვებს, ჩამჭრილი კითხვები იქნება დღეს აქ. ტელევიზია არის უფრო მეინსტრიმული. ხედავთ იმისა, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი გაუჩნდა, ვთქვათ, YouTube-ს ბოლო პერიოდში, ხო? ყველა კვლევით უსწრებს ტელევიზია დაახლოებით მინიმუმ 5-ჯერ. ხო. უფრო არა 5-ჯერ ხო დაახლოებით, იმიტომ რომ 15-16% არის მოსახლეობის, ვინც უყურებს YouTube-ს. მერე არის Facebook-ი, მერე კიდე არა, უფრო მეტი არის Facebook მომხმარებელი, რაღაცა, ტელევიზია არის ისე პირველ ადგილზე, ოღონდ არ მახსოვს რამდენი პროცენტია. შესაბამისად ტელევიზია არის ინფორმაციის მიღების უმთავრესი წყარო. დღეს აქ ამეტავზე კი ბატონო. ჩემი აზრით ეს არ არის კარგი. და ეს არის შესაძლებელი. 100% გეთხოვე. ხო, და რაღაცნაირად თქვენ აკეთებთ იმ საქმეს, რომ ეს ჩანაცვლდეს საბოლოო ჯამში. და აგერ მეც შემოგემატეთ. გავაძლიეროთ ქართული YouTube. ხო და მე საინტერესო მომენტი რა არის, იცი? ანუ რეალურად ხო ეს ბოლო, მოდი ვთქვათ 10 წელი უხეშად რაც ქართული YouTube-ი არსებობს. მანამდეც იყო მცირე პროექტები, რომლებსაც აკეთებდნენ ყურადღება დიდად არ ექცეოდა მაგ პროექტებს. ბოლო 10 წელია რაც ქართული YouTube-ი იზრდება და უკვე ესე წარმატებას მიაღწია, ჩემი აზრით უკვე წარმატებაა, რომ ესეც დონეზე არის ასული და შენი აზრით რამდენ ხანში დაჩაგრავს YouTube-ი ტელევიზიას? ტელევიზია საბოლოო ჯამში რომ დაიჩაგროს, ეს არ მგონია რომ მოხდეს. საერთოდ არ მგონია რომ მოხდეს, იმიტომ რომ იმ ქვეყნებშიც კი სადაც YouTube-ი ბევრად უფრო განვითარებულია ვიდრე საქართველოში, ტელევიზია მაინც არის მთავარი. იმიტომ რომ ძირითადად მაყურებლების არ გასართობი რაღაც გასაგებია. შეიძლება პოლიტიკური კონტენტიც იყოს, ხო, YouTube-ზე და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს ток-შოუები, პოლიტიკოსები ძირითადად მაინც დადიან ამ ტელევიზიებში, იმიტომ რომ არსებობს ძალიან დიდი ტრადიცია ტელევიზიის, ვიდრე YouTube-ის, ხო? საიდან იწყება ტელევიზიის ტრადიცია რაღაცა. შესაბამისად, ახლო ხანებში ეს რომ მოხდეს, ანუ საბოლოო ჩაანაცვლოს, გვერდით აი რომ მიუახლოვდეს შესაძლებელია, მაგრამ რომ ჩაანაცვლოს ეს გაჭირდება ჩემი აზრით. არა, აქვე ხო და ვეხ რაში არ გეთანხმები, იცი, YouTube-ი ვერ დაჩაგრავს ტელევიზიას, ხო? ისტორია მეორდება. ადრე გაზეთები იყო, ტელევიზია იყო, მე რადიო იყო, ტელევიზორი იყო, რა ქვია, არა და პირიქით ხო. გაზეთები, მე რადიო, მე ტელევიზია, მე გაზეთებამდე რა იყო იცი? ხო, ჩაანაცვლა, ყველა წინამორბედი ჩაანაცვლა მეორე ხო შემდეგმა, ხო. ანუ პროგრესის თემაა რა, ვითარდება ცხოვრება და ყოველთვის იცვლება და ერთი მეორეს ანაცვლებს. ჩემი აზრით ტელევიზია საქართველოში უფრო მარტივია, რომ YouTube-მა დაჩაგროს ტელევიზია, იმიტომ რომ საქართველოში ტელევიზიაში მე ეგრე მგონია, ყოველ შემთხვევაში მე ეგრე უყურებ, რომ თავისუფლება არ არსებობს. ისეთი როგორიც არსებობს YouTube-ზე რა. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები. ხო, და ეგ სანამ ვიღაცები მუშაობენ და ზემოდან აზიან რაღაც კონკრეტულ არხებს და აუკონტროლებენ იმას თუ რაზე უნდა ისაუბრონ რა. ხო და ეხლა შენასაც ამბობ. ჩვენ საუბარი რით დავიწყეთ, ხო? დავიწყეთ იმით, რომ 10000 კაცი უყურებდა თქვენს ლაივს. და ეგ არის რა, ტელევიზიასა და იმას შორის განსხვავება, რომ აქ სხვანაირად უყარხარ კიდე მაყურებელს. კი, ზუსტად. შენი მეგობარი ხდება რაღაცა. ტელევიზია მაინც არის დისტანცირება მაყურებლისგან რა. გინდა არ გინდა ისეთი ყალბი დაარქვი, პათეტიკური დაარქვი, რაც გინდა ის დაარქვი. არის მუდმივი დისტანცირება რა. იმიტომ რომ იქ არსებობს რაღაცა ფორმები, არსებობს ეტიკეტი, არსებობს რაღაცა ჩარჩოები, რომელიც უნდა დაიცვა და ეს ჩარჩოები საბოლოო ჯამში ქმნის ბარიერს შენსა და მაყურებელს შორის და ეს ბარიერები არ არსებობს YouTube-ზე რა. ნუ რა თქმა უნდა შენ შეგვიძლია შეუქმნა შენს თავს ეს ბარიერი, მაგრამ რატომ უნდა შეუქმნა ხო? კი ბატონო, ანუ კომუნიკაციაც არ გაქვს იქ რა, ეგრე მგონია რომ მაყურებელს და იმის შორის ვაფშე არაფერი არ არის რა საშუალება და YouTube-ი გაძლევს საშუალებას რომ ეგ ლაივში გახვალ დაგიწერენ რაღაცას, იქ იმას პასუხობ, იქ იმას რაღაცა მე ელემენტარული თავი დაარბე რა, მე ისავალ ხო რა, ბუნებრივი და ალალი არ ხარ YouTube-ზე, იშვიათად რომ რამე გამოგივიდეს, ანუ უნდა აჩვენო
შენი ნამდვილი სახე, ხო და ანალოგიურ პასუხს იღებ გამომწერებისგან და მაყურებლისგან და სხვათა შორის კაკრას რა ხო არ წინ შენ რუსული ჟარგონებით ვარ. ჩვენ სტუმრებს ხელსარიელს არ უშვებთ არასოდეს, ეს არის ლუდისას ნაკრები, სადაც სამივე გემოს არის წარმოდგენილი ორ ეგზემპლარი აქვს. ცელია ჩემი ფავორიტი, მე გითხარი. რომელი მოგეწონება? ასევე ეს საოცარი რაღაცებია. კი ბატონო და ასევე ბავარიას ლუდით იქნება შეგნით აუცილებლად ჩვენი მეგობარი კომპანიების. მეც ვარიელებოთ ვერ მოგაჭახურებთ გიორგი მადლობა საჩუქრისთვის და დაველოდოთ. მოკლედ ვის თვალს მიდოდა. ეს საჩუქარი რაც გადმოგეცა შენ ხო ბოდი ხო ლალი რა მოკლედ რა ხარი. შენ ხო, ბეკა, ეხა გვექნება სახალისო კომენტარები თავიდან, მაკედან უნდა მოურჩიოთ 3 ჩვენი ფავორიტები, თითო, რომელსაც გადაეცემა ნაკრებები, ლუდისასი და ბავარიასი და ასევე იქნება ერთი კომენტარი, რომელიც არის ლალის რჩეული, სადაც არის დაწერილი თუ რატომ უნდა გამოვიწეროთ არხი 3. და მასაც გადაექცევა ეს ნაკრები. მასხულიას ვარიანტი შეიძლება არ გამოვიდეს, რადგან ქმარი არ გამოუშვებს მაგასო. ეს რაზეა? კვარა იყო წინასტუმარი და კვარას და მასხულიას ხო რა ქვია? კი, ზემოწნობილი, აბა. არ ვიცი, კვარა როგორ გაეხვა იმაში. სკანდალში არ ვიცი, მაგრამ ტყუილი ყველაფერი ეგრე მითხრეს. ის რა ქვია, ქმარიო მართლა გათხოვდა მართლა? გათხოვდა? უკვე? ვაიმე, ეთქო ხაჭაპურის გამოცხობა არის. იმიტომ უნდა გამოიწეროს ხალხმა არხი სამარელი, რომ ყველაზე პოზიტიურ თბილ და კომფორტულ გარემოს გქნით მაყურებელსა და არხს შორის. ასეთი დისტანციური კავშირი სხვაგან არ არის სადახში. ეს არის ფანტასტიკური. ჯერ ერთი როგორი გამართული ქართული თუ წერია კაც. ნამდვილად, თან ძიმეების კარგად ყველაფერი რა. ეხა ვინმეს არაბულად რო ეწეროს. აუ, რამე შეგიძლია უთხრა არაბულად პროსტა, რამე უცებ. მადახულ. ლუდი, დარობრა. მაგათ კი არა, ბირა ლადიდა ჯიდდა. ბირა არის ეს? ნაშრაბ შვეი yani ბატონო. ვაიმე, რა კარგად იცის არაბული. იცით რა საერთოა ქართულ სუფრასა და ქართულ YouTube შორის? არც ერთი არ არის სრულყოფილი სამარელის გარეშე. უახ შენგენაც ვარ. აი ეს ნახე ეს ძალიან კაია. ისეთი იყო. ჩემი აზრით ეს მსახურებს ნაკრებს. მართლა კარგი. პორნო ვარსკვლავის შვილს რა მაგარი კონტენტი ექნება. ვეძებ მამას ეპიზოდი ნომერი 850. ეგ წინა იმაზე ვსაუბრობდით წინა გადაცემაში ხო? აუ ძალიან. არა, კაია ეს, კაია. თამამად არ ვიცი, მაგრამ გუნდიშან ბოლოს თამამად არა, თამადამ. მე აური ეს თამამად. ბიჭო ისე გძელდება რომ მე იმას არ გინდა არა, არ ძალიან საშინელება წერია რაღაცა, ხო? თან ყვევით კითხულობდი და თან ზევით და რაღაც ის რო დავიკითხე გუნდიშა რომ დავინახე იქაც ვცდილობდი წამიკითხა. თამამ არ უნდა ცოცხალი თამამ არ ვიცი მაგრამ გუნდიშან ბოლოს მიკროფონი აიღო მგონი. იზვინე გუნდიშ ხმებიც იყო. კაროჩი გუნდიშას ვუტრაკებ მე რამდენი გადაცემაა რომ ესე ბაზრობს მიკროფონში რა. მე ველოდები შენს რეაქციას. ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მართლა აი კვარა ბელიაშვილიდან გადმოგცეს მადლობა, კაი მუშაობა გქონდა დღესო. საკაია. კვარა სამიხსენით. კვარა იძახდა წინა გადაცემაზე რომ აქ ბელიაშვილზე რაღაც. კაროჩი ვარკვევდით სადგანან თბილისის კი გამახსენე. ამი არისო და რუის მერე მუშები მიდიანო და ისინი ხდებიანო და. ხო და კაი მუშაობა ვის ქონდა მუშებს თუ ახლა. ამ ყველა კომენტარიდან ერთი უნდა ავარჩიოთ? არა, ერთი არჩეულია, რომელიც არის მეორე რო წავიკითხეთ. მეორე იყო Mindfucker-ის. Mindfucker გილოცავ. შენ ეს შეძელი. შენ ეს ნამდვილად შეძელი და შენ გადმოგეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები. და ეხლა ამის იქეთ უნდა ავირჩიოთ უკვე თითო ჩვენი ფავორიტი კომენტარები, ვისაც შეგვიძლია რომ მივცეთ. მე მომეწონა სამარილეზე. იყო ქართულ სოფრას და YouTube-ს რა საერთო აქო და სამარილეს გარეშე ერთს იყო და მომეწონა ძალიან. აი, მე რა თქმა უნდა გადავცემ იმას, რომელმაც თქვა რომ გუნდიშა მიკროფონი იყო. გილოცავ მე მგონი ცოტნე ერქვა არ მაქვს. სხვადასხვა მეც მინდოდა მაგის გადაცემა, მაგრამ ბოლო იყოს რომ კარგად იმუშავეს.
და რა გადაეცემათ ამ კომენტარების ზუსტად იგივე სასახელო იგივე ნაკრები რაც შენ გადაგეცა. ძალიან ხშირად არც ისე ხშირად. მე სამწუხაროდ ხშირად როგორ გასაგებია რომ ფორმატიც ამას გულისხმობს, მაგრამ ამდენად ხშირად სვამთ საერთოდ. როგორ ამდენად ხშირად არ ვსვავთ, შეიძლება ეგ უფრო გავიხსენოთ. ხო, ლუდი ჩემთვის არის როგორც ლიმონათი რა, ანუ გულწრფელად რო ვთქვა. ხო. აუ, გუშინ წყალი დავლივი. გუშინ მაგრამ წყუროდა და მეთქი აი ხა წყალი უნდა ვიყიდო და წყალი დავლიე. ბოლო რამდენი ხანია წყალი არ დამილევია. ეგ ყველაფერი საიდან იყო გამომდინარე, იმიტომ რომ open air-ზე ვიყავით ბოლო შაბათ-კვირა. ბიჭო, არც მანამდე ვაკლებ ხოლმე. ხო და მე მაგრა ვღელავ მაგაზე ხალხო. რაზე? ვღელავ რომ ბევრს. ამას თავის წყალი. არის ხო რაღაცა. ჩემი აზრით რა არის, იცი? მე ცხოვრებას ვყურებ ეგრე, რომ სანამ რაღაცას გაკეთება ქსიამოვნებს, უნდა აკეთო ეგ რაღაც. თუ სხვას არავის არ ამნებს, ეგ შენი საქციელი რა და როდესაც ადრე თუ გვიან მაინც შეგეცვლება ცხოვრების რაღაცა იდეა, მუღამი რაღაცა და სხვა რაღაცის კეთებას ჯორჯ ბესტს აქვს სხვათა შორის ფანტასტიკურად ნათქვამი, რომ თავი დავანებეო ქალებსო, მოწევას და ალკოჰოლსო და ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი 5 წუთია. ხო და აი მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ჯორჯ ბესტის ამ სენტენციას. მე ჩემი ცხოვრები დავგვირდი, რომ ბევრი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში, ბევრი ადამიანი რა, ანუ ბევრ ტრაგედიას შევესწარი ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ყველანაირად არიდებდა ყველაფერს მავნეს თავს, მაგრამ სამწუხაროდ ისეთ რაღაც დაემართა, რაც ნუ ჩვენ გვაშოროს ყველას მაყურებელს, ჩვენ ყველას საერთოდ. შეიძლება ის ადამიანი ბედნიერი იყო იმით, რაც აკეთებდა, არც ალკოჰოლს იღებდა, არც არაფერი, ეგ უკვე პირადი საქმეა, მაგრამ იმას მაინც ვერ აცდა, რაც დაემართვა. მე კიდე მგონია, რომ ანუ მე ამით ვარ ბედნიერი ამ ეტაპზე და უბრალოდ იმას ვაკეთებ, რითიც ვარ ბედნიერი და სანამ ვიქნები. მირჩევნია, ბედნიერი მოვხდე ცხოვრებაში. ჯიგარი ხარ, მადლობა. სანამ მირჩევნია ვიყო ბედნიერი და აბსოლუტურად მეც ეგ ცხოვრების ბოლომდე, როდის ცხოვრების ბოლო, ეგ მეორე საკითხი. ვიღაცა ტიპის ვიდეოა ბიჭო, ის YouTube-ზე დევს შორტია მე მგონი რა. მე ვაი მინდაო რომ ისეთი ჯანმრთელი ვიყო, აი ყოველთვის ვმარტო რომ აი ლუდის დალევა შემეძლოსო და აი საღამოს ვისკთან ერთად რაჯობიაო რომ მზე ჩადისო და აი შენ იყავი პროსტა ინგლისურად ვაზრობდა. იმენა ხო რავი, მე ეგეთი მარტივი ფილოსოფია მაქვს. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს და ბევრმა თქვას რომ ეგრე არ არისო, მაგრამ აუქნა მე ესე ვცხოვრობ. მეც ეგრე ვცხოვრობ. ხო. რაღაცნაირი რა кай ხალხი შევიკრიბეთ. სტეიტმენტი იყო ეს, მე ეგრე ვცხოვრობ. რა кай ხალხი შევიკრიბეთ. მოკლედ, შემდეგი თემა მაქვს მე open air-ის თემა. მაგრამ სანამ open air-ზე გადავალთ, მე მინდა რომ ერთი პატარა თამაში ჩაგიტაროთ თქვენ ორს. აბა. თამაშის წესები მარტივია. ქვეყნები უნდა დაასახელოთ წინა წლის ყველაზე რომელი ქვეყნებიც უნდა დაასახელოთ, არის წინა წლის ყველაზე მდიდარი ქვეყნები MŠP-ს მიხედვით რა. ანუ ტოპ-10 უნდა ჩამოთვალო და რიგრიგობით ამბობთ ქვეყანას და კი ბატონო. ვინც მერც გაარტყამს, ვინც აგებს, აგერ უგემრიელეს მათი შოლდერის შოტს მიირთმევს. რა თქმა უნდა და მიაყოლებს უგემრიელესი ჩვენი მეგობრის ბავარიას. აშშ. რა თქმა უნდა პირველ ადგილზე 25.43 მეასედი ტრილიონი. გერმანია. გერმანიაც არის რა თქმა უნდა 3.85 ტრილიონი და აშშ იყო პირველ ადგილას, გერმანია არის მეოთხე ადგილას და რამხელა რადიკალური სხვაობაა. ჩინეთი კი ბატონო, ჩინეთი არის მე რა თქმა უნდა მეორე ადგილას. კაი, მე მესამეზე ვიტყვი მაშინ. მესამე თქვი. კანადა მეცხრეზეა გიორგი. მესამე სალია რაცი 2.16 ტრილიონი. კი ბატონო. 2 შარშანდელია მეგობრებო, ეგეც გავითვალისწინოთ. მართლა გეტყვი. მოდი მე ვიტყვი ბრიტანეთს კი ბატონო. რომელია ბრიტანეთი იქნება მეხუთე. United Kingdom მეექვსე ადგილზე. ახლოს ხარ, მეექვსე ადგილას არის და 2.77 ტრილიონი. საფრანგეთი. Parlez-vous français? Je m'appelle Sotne, je suis georgien. მეშვიდე ადგილას არის და 2.73 ტრილიონი. გაუტიე. იაპონია იქნება აუცილებლად. ნამდვილად იაპონია არის და იაპონია არის მესამე ადგილას გიორგი შენაც გიყავდა. 4.25 ტრილიონი. იტალია. კი ბატონო. იტალია მე გამიჭირდებოდა იტალიის თქმა მაინც რაღაცა ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მე-10 ადგილას არის და 2.4 ტრილიონით. რუსეთი. ხო, რუსეთი არის დედის
აში და შიმშილში ბოდიში მერვე ადგილას 2.24 მეასედი რომელი ადგილი ტრილიონით. დაგვრჩა მეხუთე ადგილი, გეტყვით ციფრსაც 3.51 მეასედი ტრილიონი და ეს ქვეყანა, რა ვიცი, გუნდის მოდი ცადე და მე თუ რამე მინიშნებებს დავიწყებ. თურქეთი. არა. ჩვენ გაგვიყვება. გენაცვალეთ, შემოგვივლეთ. ჩვენ მაყურებელს გაუმარჯოს და ვინ იყო? ინდოეთი. ინდოეთს არ ვამბობდი სპეციალურად და რატო? აუ რავი, მე არ ბიჭო, ეგ თქვი რა ხე, მაგრამ იქა გამომდინარე რომ ძალიან კასტური სისტემაა, ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ რეალურად მდიდარი ქვეყანაა და ძალიან დიდი შემოსავალი აქვს, ზოგადად შემოსავალი რა. რაღაც ჩამოეთრიეთ, შეუძლიათ რაღაც მუშაობთ. ამას მე არ დამალევინებთ. არა, ეს შენ უნდა დალიო კაცო. მაგას ალტე ჩამოგისხამთ. ლალიკო, მე წესების მიხედვით დავლევ ხა და მე უწესოთაც დავლევ. შენ და ზორის დალევა უნდა პროსტა. კი, ცოტა თუ არ ვთქვი ხა რასაც. კი ბატონო. და თქვენ სპონსორს კოიც არ უგორებ ამით. უბრალოდ ლუდისა ეხა თქვენგან გავიგე მე. ეხა შეიძლება ამოსაჭრელი იქნეს. არა გასულ რა. არა, რას ვლაპარაკებ? თქვენგან გავიგე. ახალია ისედაც და მოქედა გამომდინარე მე თქვენ თორე გადაცემიდან გავიგე ლუდისა შესახებ. არა შენ მითხარი როგორ მოგწონს თორე. ჩიპსის მოყვარული თუ ხარ? ზოგადად. ეხა რო გითხრათ. გამისიჯავს მეთქი ამა ვერ გეტყვით. არ გაგისინჯავს არა, მაგრამ ჩიპსი არ არა, გიყვარს ზოგადად თუ რა თემაში ხარ? მე ძალიან ჯანსაღი ცხოვრებით ხარ. ერთი შენ და მეორე მე. ბიჭო, მართლა გემრიელია და. კი, ნამდვილად. ჩიპსი, რავი, მე ზოგადად შემოსავალი ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ხელოვნურად გამომდის. მაგრამ მართლა ძალიან გემრიელია ხალხის. იცი რა არის, რაღაცა ისიც ნახე რა ქვია, TikTok-ი. მართლა უგემრიელია. TikTok-ი. ბიჭო, რა გემრიელია მართლა. ანუ 100% ქართულია, სადღეგრძელო. გვესროლე სადღეგრძელო, აქ საჭიროა, სტუმარი ვინც არის, ერთი უნდა გითხრას. ავი, თავისუფლებას გაუმარჯოს ხალხო. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა არის? არაფერი არ არის. 100%-ით. გაუმარჯოს თავისუფლებას. თავისუფლებას გაუმარჯოს. თავისუფლებას გაუმარჯოს მეგობრებო, ყველა იმ ადამიანის სახე გვახსოვდეს, ვინც შეეწირა ამ თავისუფლებას და იბრძოლა ამ თავისუფლების გამო. გაუმარჯოს თავისუფლებას. კინოცვალი, თავისუფლებას გამარჯოს. გაუმარჯოს. ექტება ბიჭო, აი ძალიან მომწონს ეს ფორმატი რა. მარტივი მსუბუქი და ჯიგრული. თავიდან რომ დავიწყოთ საუბარი, რა უნდა დაგვეწყო, რაზე უნდა ყოფილიყო პოდკასტი და ესე შემდეგ, რა ფორმატში უნდა ყოფილიყო, ანუ მოვედეთ რაღაცები ვილაპარაკეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდით, რომ უბრალოდ მარტივი, მაგაცული მეგობრული პოდკასტი, სადაც დავსხდებით, ვისაუბრებთ 1000 თემაზე და ანუ იმდენად კომფორტულად გრძნობ თავს, რომ შეიძლება ძალიან ცუდად გამოვჩნდე ამ კეპების ბრალი. არც დიდად არც გამოვიდე თავი ლაპარაკი. კეპები უნდა ვიცოდი რომ უეჭველი იქნებოდა. ზივარ ჩემთვის გისმენთ ძირითადად. და ძალიან სასიამოვნოა ყოფნა. კაი იქნებოდა რომ იმდენად კომფორტულად ვზნობ თავს, რომ ძილი მომერია. ეგ გახტარა და მია კიდე რა. ძალიან კაი, დიდი მადლობა, მართლა ეგ მე ძალიან დავიჯერე კომპლიმენტია ჩვენთვის. მე მაგას დავიჯერე, მაინც რო გაიჩიტება. მოსწრება ვიჯერე. ჩენო ზოგადად ვა, ძალიან მაგარი კომპლიმენტია. ძალიან დიდი არა, მადლობა. ხალხო, ნუ მართლა. გენაცვალე, მადლობა ძალიან დიდია. იქ რა ქვია, ზოგიერთ იუთუბერს აინტერესებს, ანუ კოკოლო როგორ დაითრიეს მოსწრად. ზოგი ერთებს აინტერესებს და აი კამერაში რომ უთხრა. ესე რო აჩვენო კამერაში. ჩვენ დიდხნიანი ურთიერთობა გვაკავშირებს ჯერ კიდე ტელევიზიიდან, იმიტომ რომ მე დილის წამყვალიც ვიყავი ყველაფერი. ხო, პარტნიორი იყო. და ჩვენი პარტნიორი იყო და ხო, მეგობრობთ უშუალოდ პირადად ვიცნობ ამ ხალხს და მათ შორის თემურ ჭყონიასაც და ძალიან ვაფასებ და ნუ რა ყოველთვის ხარში გვიდგას. ხო. და ხარში უდგას ადამ ჩემს თავზე არ ვიტყვი, იმიტომ რომ ხარში უდგას საქართველოს თავისუფლებას მე ასე ვიტყვი. ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა, ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა უნდა გადავიდეთ თემაზე, რომელზეც აფეთქდა ქართული მედია
მედია არაფეთქებულა ჩემი აზრით ზოგადად ვაფშე ეს სოციალური ქსელები უფრო ალბათ რა. ხო, ოპენი არის ძალიან ბევრი მიწერ მოწერ დაწერ რაღაცები იყო. ჩვენ ვიყავით ორი დღე მე კარგს არ ყველა ლაივები გქონდათ. ხო, და მე კარგს არაფერს არ ვფიქრობ, იმიტომ რომ პირველად ვიყავი ოპენიერზე. აქამდე ერთხელ ვარ გავლით ნამყოფი ძალიან დიდი ხნის წინ, ოღონდ არც მახსოვს რომელ წელს რა და ეხლა ვიყავი და არა. მე მქონდა ბილეთი, აუცილებლად წავიდოდი, უბრალოდ დრო არ მქონდა რომ წავსულიყო. ფიზიკურად ვერ მოახერხე. ფიზიკურად ვერ მოახერხე. ბიჭო თავიდან ხო და მაინტერესებს, აი, იმიტომ რომ მაგასაც ვერ მივადევნე კარგად თვალისწინებაში. რა ხდებოდა როგორ და მქონდა რაღაც ისე დაემთხვა. დავიწყებ იმით რომ ბევრი არ დაგიკარგავს რო არიყავი. მაგრამ რა თემა იყო ესე თავიდან რო ავედი და რო შევედი გარემო ისე დამევასა უცებ რა იმიტომ რომ ანუ ძალიან ბევრნაირი ხალხი იჭითება რა ვისაც რა უნდა ისე არის ვისაც როგორ უნდა ისე იქცევა რაღაც და ყურადღებას არავინ არ გაქცევს რა ეხლა ქუჩაში რო გაივლის ვიღაცა იყო კვარამ რომ მოყვა იმაზე საყურეზე რაღაც ისტორია საყურეთ რო გაივლის ვიღაცა და ვიღაც ცუდად გიყურებს იქ არავის არ აინტერესებს თავისუფლად ხარ რაღაცა შენ ტყავში გემრიელად გზნობ თავს რანაირიც არ უნდა იყო როგორც არ უნდა იქცეოდე და რაც არ უნდა აკეთებდე რა ყველა თავისთვის არის რა აი ხა რაც თქვა ბიჭო საქართველოს მარკებში ძალიან გასაკვირია ესეთი სივრცეა სადაც ხო და ნახე მაგის გამო გაზეგერეც არ არის მაგის გამო აი, ვიგრძენი მაინტერესებს, ძალიან კარგად აბა, რა თავი თავიდან რომ მეთქი რა კაია ეხა გავა ბალახზე წამოვწვევი მეთქი მუსიკას მოусმენ რაღაც მაგრამ ნურას უკაცრავად მუსიკა არ იყო ხო მუსიკა ისმოდა მხოლოდ ჩვენი სადაც იყო იმის გვერდზე ჩამოსასხმელი ლუდის იმიდან აუდიოს სისტემა ბიჭო პროსტა ვიღაცას ხმის რა იყო ესე პრობლემები ხარვეზი იყო პროცესში რა ანუ გუნდიშას ეხა ძალიან აფუქებ მუსიკა არ იყო და დენი არ არის შეშა არ არის და რაღაც პლატინაც არ იყო შეჩემა იხა რა გავაკეთო არის მართლა არ იყო ანუ არ იყო რას ნიშნავს რომ ხმა შენამდე ვერ აღწევდა არა ძალიან დიდი ხანი იყო გამორთული ხო პაუზები გქონდა ყველაზე ჩემი ეს ყველაზე კაი კარგი ორგანიზების კუთხით ძალიან დიდი ხარვეზები იყო მაგალითად მე ველოდებოდი პირველ დღეს რომ ვიყავით ავსულები უნდა ყოფილიყო PvP-ს flows გამოსვლა იქ უნდა ემღერათ მე ბეთლი უნდა ყოფილიყო და რაღაცა და ჩაიშალა დენი არ კი არა სინათლეები გაუთიშეს მე შემომხვდა რაღაც ვიდეო რაღაცა დაძაბულობა იყო ეგ იყო უკვე მეორე დღეს შენ რაც შეხვდებოდა PvP ბეთლის ხალხის PvP ბეთლის ხალხის და რა იყო მან პრობლემა გეტყვი პირველ დღეს მოხდა ესეთი სიტუაცია რომ შუქები ჩაქრა და რაღაც ჩხუბი მოუვიდათ რა პროდიუსერსსა და ანუ ოღონდ თავის კი არა აქ ორგანიზატორსა და მოკლედ PvP-ს კომანდას შორის რა და მეორე დღეს მან ჩაიშალა შუქები არა უნთეს და მოუწიათ ანუ ხალხი უნთებდა ტელეფონებით ანათებდა მაყურებელი ვინც იყო მოსული მონაწილეები იმის open air-ის ისინი ანათებდნენ ტელეფონებით და ეგეთ სიტუაციაში მოუწიათ გადაღება ამ ყველაფრის რა PvP-ს კომანდას მოკლედ კაროჩი ჩაუშალეს მაქსიმალურად როგორც მივხვდი იმენა თითქოს და რავი ჯინაზე გაუკეთეს ეგეთი სიტუაცია გამოჩნდა ჯინაზე ხარ რატო გაუკეთებდნენ მიწვეულები იყვნენ და ეგ პირველ დღეს მაგრამ მეორე დღეს აშკარად ჯინაზე გაუკეთეს ტახა ამოვიდა სცენაზე ტახა არის უსაყვარლესი ადამიანი პიროვნულად ანუ ბევრი მსმენია ბევრი ხო მეც როგორც შეხება არ მქონია მაგრამ ხო საერთო მეგობრები ყავს და ვიცი რომ ძალიან კარგი ადამიანია გამოვიდა ერთი სიმღერა უიღერა და ჩაუგრეს შუქი და შუქი რო ჩაუგრეს მე ორგანიზატორი ამოვიდა თუ ვინ იყო ის არ ვიცი სცენაზე იყო ამოსული კაგრას ეს ვიდეო გექნება შენ ნანახი რომ ბიჭები ეუბნებიან PvP-ს გადაღებული ვიდეო მაგალითად ხო PvP-ს ბიჭები ეუბნებიან რომ ჩვენ შუქს რატო არ გვინთებდა რაღაცეები და ის პასუხობს რომ წასულია შუქის ოპერატორიო თუ რა ქვია მაგ პროფესიას გაბონ შენ გამნათებელი თუ არა აქვს ჩეჩემა კონცერტიდან შუქის ოპერატორი რატომ მიდის ხალხს გაეცი პასუხიო ეს რომ ეუბნება ხალხიო მე ფეხებზე კიდეაო თუ რაღაცა ეგეთ ტექსტს ეუბნა კიდეა ხო მადლობა რომ მე ვიცოდი რომ ეგ თქვა მაგრამ აუ დავა სხვათა შორის ჩვენც მანდ ვიყავით და მუსიკას ველოდებოდი და სიმღერებს და მადლობა რომ ჩვენც მანდ ვიყავით ხო ხალხიც მანდ იყო და ეს რაღაცა კონფლიქტი უფრო გაღრმავდა თუ იქვე მორჩა წარმოდგენა არ მაქვს მაგის მერე რა მოხდება მაგრამ რეალურად არა იქ და დასულდა თუ თემატყებაში არა მე მგონი არ გადასულა ხო მეორე დღის თემა არ გადასულა წინა დღეს მოხდა შენ წინა წლების ოპენიერზე ხარ მე ვარ შარშანწინ ნამყოფი ოპენიერზე მან როგორი
სიტუაცია. შარშან წინ ოპენიარი იყო გაქცილებით უფრო დიდი. ნახე რა შევადარებ ისი. იმიტომ რომ ეს იყო გამონაკლისი, როცა ხშირად ხდებოდა ხოლმე ესეთი. ანუ ესეთი აურზაური შიდა თემაში და სტაფ იმაში რა ქვია ორგანიზატორებში არ მომხდარა რამდენად მე ვიცი. შარშან წინ რო ვიყავი ოპენიარზე მახსოვს რომ წვიმდა და ტალახში ვიყავი კისრამდე ერთადერთი ეგ მახსოვს გარდა იმისა რომ უბრალოდ გაცილებით უფრო მეტი სივრცე იყო, გაცილებით უფრო მეტი გამოსვლელი, გაცილებით უფრო მეტი ის რა ქვია ხო სამდღიანი იყო, ხო? და გაცილებით უფრო მეტი სცენა იყო და სხვადასხვა შემსრულებელი სხვადასხვა ადგილას შეგეძლო მოგესმინა. წელს გაცილებით, აუ, რამდენი გაცილებით თქვი, ეხა და მომღამ. წელს ბევრად უფრო პატარა ოპენიარი. საყვარლის კაცი. შევცვალ. დღეს ბევრად უფრო პატარა ოპენიარი ჩატარდა, იმიტომ რომ იყო სრულად ქართული, უცხოელი შემსრულებლები არ იყვნენ წელს. ბევრმა მაღაზიას გაატრაკა რომ რატო არავინ არ ჩამოყავდა რაღაცა, მაგრამ ჩემთვის სრულიად მისაღები იყო რომ პირიქით წინა ფონზე უნდა წამოვწიოთ ქართველი შემსრულებლები, რომლებიც იმსახურებენ ამ ყველაფერს რა და რაღაც პონჩი უფრო მესი ამოვნა რა. მაგრამ ორგანიზების თემაში აშკარად ძალიან ჩაუვარდა ხოხზე. მე ჩემი ამბავი რა არის ხა ორგანიზატორების რამდენი უმრავლესობას ვიცნობ და მეგობრები ეს PvP ბეთლის ხალხსაც ну იმას გიორგი რუსია ეხა ეს flow მაგაზინის ის რო არის დამფუძნებელი არის ჩემი უახლოესი მეგობარი და გადაცემას ვაკეთებდით ერთად ამ პრანკებს და რაღაცებს ჩემი მონტაჟი ხემდე რაღაც რომ ჭირდება წარსულში არ ვამბობ ხო და ძალიან მეგობრობ და რაღაც და ძალიან მეწყინა რომ ესეთ რაღაცები გავიგე რა ანუ ჩემთვის ეს არ არის ასე ამოვამა ასევე ამას კი არ ნიშნის მოგებით კი არ ხდები რა პირიქით ნაცვლად გავჩი რომ რატო ხდება ეს ყველაფერი აბსოლუტურად მესმის უბრალოდ ნუ ტექნიკური ამბავი ნუ მე ჩემთვის მეტნაკლებად გასაგები არის რომ რაღაც შეიძლება მოხ ყველაფერი ხდება რაღაცა გაფუჭდეს რაღაცა ხა თუ ვიღაცამ დაჟინებით რაღაც გააკეთა და ძალით გააკეთა, ნუ ეს რა თქმა უნდა ხა ძალიან დიდი ძალიან სამარცხინოა მართლა ეს თუ რაღაც არ ვეძებ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგეთი ის დატოვა რა. ვაიბი. ხო, ეგეთი წარმოდგენა ამიტომა რომ აი მაგის გამო მოხდა ეგ ყველაფერი. მე ხა ამ განჯაში მართლა ისე აქტიურად ვერ ჩავერთვები, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი და შენს გადაჭრით არ იცი რა მოხდა. მარტო მე ჩავერთვები კი მე. არა, მე არ ვამბობ გადაჭრით ამ ყველაფერს. ანუ მე რა მაგრამ მე გეტყვი რა მომეწონა მე რა მე მომეწონა რაც ვნახე ხო ეს კადრები რაც იდებოდა სხვადასხვა მედიებზე იყო ძალიან აღმართოვანებელი რა და რაღაცა ისევ აი რაც თითქოს ჩაქრა ჩემში და არა მხოლოდ ჩემში ძალიან ბევრ ადამიანში ვინც რუსთაველზე დგას, იდგა, დღეს არ დგას, იმიტომ რომ თქვათ რაღაცა აღარ აქვს ის мотиваცია ბრძოლის ჟინი, ისევ რაღაცა ამ გარღვევის რომანტიზმით აღგვავს. აი ამ გამოსვლებმა რა, აი პოლიტიკური სპიჩებიც იყო მათ შორის, იყო სიმღერები, ეს არტისტები გამოდიოდნენ რაღაცა პოლიტიკური იდეების გავრცელების არეალი იყო ეს სინამდვილეში ყველაფერთან ერთად, მუსიკასთან ერთად. ეს არ იყო მხოლოდ გართობა თქვათ, ხო? ეს იყო რაღაცა ურთიერთგაზი იდეებისა და აზრების გაზიარების ურთიერთგაზიარების სივრცე და ძალიან მომეწონა ეგ. ხო, მაგრამ აქვე შეხედე საშინელება რა არის ჩემი აზრით ბოდიში თუ შეგაწყვეტინე. აქედან მოდიოდა მე კიდე საშინელი კომენტარები იმ ხალხისგან, ვინც იდეაში თანამოაზრეა სხვების დანარჩენების, რა დროს გართობა, რა დროს მე ამას არ არის სწორი, ხო? არა, მე ამას არ ვეთანხმები რა. იყო პერიოდი, როდესაც ამას ვეთანხმებოდი რაღაცა, მაგრამ მე უბრალოდ სხვანაირად დავფიქრდი. და სხვაკუთხით შევხედე ამ ამბავს რა და არ არის სწორი ადამიანების დამონათება იმ ადამიანების რომლებიც ძალიან ბევრი ვიცი მართლა ძალიან ბევრი ვიცი ვინც ცალკე პოდკასტი რომ მოხდო აქეთ მაიცი რომ მაყურებელს ცალკე ვესაუბრო მე ბოდის გიხდი ჩემი აზრით არა გააგზავნე მიხელს არ შეგიშ არა შემოგვიერთდი ძალიან ხო შემოგვიერთდი რამეში ხალხს უშლით ამას მე მეუნების ხო და რას ვამბობდი იცი რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო იქ და ერთობოდა ვთქვათ რომელიც 2 თვის წინ იყო გედედეს ხარებას მსხვერპლი კი ბატონო ნაცემი ნაბეგვი გაუბედურებული ნაწამები ნამარტვილარი ეგეთი ხალხი იყო მან ძირითადად რა
ვისაც არასწორად შეეხნენ, ვინც დაჩაგრეს და რაღაც ეხა ეგეთ კაცს რო ეუბნები ეხა რომ არ წახვიდე და ის 2 დღე არ შეირგო წელიწადშიო არ არის სწორი რა არ მგონია არა გააჩნია ვინ ამბობს ამას გააჩნია ამას ვინ ამბობს იმიტომ რომ არის რა თქმა უნდა ეხა ამას მე არავისგან არ მივიღებ თუ არ არის პოლიტპატიმრის ოჯახის წევრი ან თვითონ პოლიტპატიმარი დანარჩენის ეხა რო დაიწყებენ რომ რა დროს გულაობა მაგას მე არ მივიღებს მიუხედავად იმისა რომ მე გულაობის კაცი არა ვარ ჩემი გულაობა არის მაქსიმუმ ეს დავლიო და კინოში წავიდე ეს არის ამით ამოიწურება ჩემი გულაობა ხო ცეკვა მე არ გამომდის და ცეკვის ყურება კი მომწონს მაგრამ ნუ აი თქვათ ესე რომ მიდიან ხოლმე კლუბში რაღაცა ორჯერ ვარ კლუბში ნამყოფი ერთხელ ეს იყო ბასიანზე იყო გამოფენა ხატვრის და მეორედ ვარ მეორეჯერ ვარ ბასტიანზიანი მხატვრის გამოფენა. ყვარზე ვარ ნამყოფი, იყო ჟურნალი ინდიგოს პრეზენტაცია და ხო. ეგეთი იმითებიც კეთდება მან და პირველად ბეკა შემდეგში რო კითხავენ კლუბში ნამყოფი ხარ თუ არაო, არა უთხარი უბრალოდ. სორია. იმიტომ რომ გამოფენაზე და ჟურნალის პრეზენტაციაზე. კაი. ძალიან აკვე ელიავაზე რა ტუსოვკა რომ მოაწყო. რაღაცა ინსტრუმენტები კიდევ ერთხელ გავიმეორებ პოდკასტის დაწყებისთანავე ვთქვით ეგ მომენტი ვთქვი ვახსენე მე უფრო სწორად რომ ხმაჭა მეგლიჯა გიორგი და ძალიან ვერძლაბარ მოკლედ რასაც ვამბობ რა ისტორია მეორდება თქო ზოგადად რომ ვამბობ დღეს რაც საქართველოში ხდება ეს არ არის პირველი ისტორიაში შემთხვევა როდესაც მსგავსი რაღაც ხდება ბევრი მაგალითი არის ჩვენს ირგვლივ ახლო ქვეყნებში სადაც მსგავსი სიტუაციები იყო უბრალოდ მე რაზეც შემტკივა გული, ანუ არ მაქვს საუბარი, ეხა არც პოლიტიკურად მინდა მიუდგე, არც ეთი კუთხით. უბრალოდ მინდა რომ ხალხს თხოვო, ქართველებს თხოვო, ადამიანებს თხოვო, ვინც გვიყურებს, ვინც არ გვიყურებს, ვინც შემთხვევით ნახავს ამ ვიდეოს, რომ პროსტა ერთმანეთის პატივისცემა შეგვეძლოს. რა საკითხიც არ უნდა იყოს, რა თემაც არ უნდა იყოს და რაზეც არ უნდა იყოს, მიდიოდეს საუბარი. ერთმანეთის პატივისცემა შეგვეძლოს და ერთი რამე გვახსოვდეს, რომ ქართველის მტერი არ უნდა იყოს, რაც არ უნდა მოხდეს რა. ქართველის მტერი არის ერთადერთი ამ შემთხვევაში და ის არის რუსეთი. ვისაც ეს ჩემი აზრი არ მოგწონთ, შეშ უყოლას. რატო არის ოფენი არის ამ თვალსაზრისით ინკლუზიური და გამაერთიანებელი სივრცე? წესით უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. ნუ არის მე ეხა არ ვიყავი ბოლო იმაზე და არ ვიცი, მაგრამ სხვებისგან მესმოდა ესეთი ისინი, რომ იყვნენო ტიპები, რომლებიც იდეოლოგიურად ჩვენთან თანხმობაში არ იყვნენო საერთოდ რა. კი. ანუ იყვნენო რა, ძირითადად ხო ოპოზიციურად ამორჩეველი ამ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი იყო მანდ მისული, ხო? ძირითადად მეტწილად იყო ესეთი ხალხი, მაგრამ მარტო ისინი ხო არ იყვნენ, ხო? არა, გამოსვლელების იმას ძალიან ეტყობოდათ, ხო? ხო და შესაბამისად იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც არ არიან ოპოზიციურად განწყობილები, მაგრამ თუ ჩვენ რაღაცებზე ვერ თანხმდებით ზოგადად. რაღაცა თანხმობა შედგა მანდ და რა თანხმობა შედგა თანხმობაა ელემენტარული მაგრამ მაინც თანხმობა როდესაც გვერდ გეხართ იდეოლოგიურად განსხვავებულად მოტივირებული ადამიანები და განწყობილი ადამიანები და ცეკვავთ და იმაზე თანხმდებით რომ ესე გვერდ ვიდგეთ და ვიცეკოთ და ხო ანუ ერთმანეთს არ შევაგინოთ მოდი ერთმანეთს ხელი არ დავარტყათ ესეც უკვე აი ამ რეალობაში რაშიც ჩვენ დღეს ვართ ესეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში ესეც ბევრს ნიშნავს ხალხო ესეც რაღაც არის რომ უფრო დიდ შეთანხმებებს სხვა შეთანხმებებსაც შეიძლება იქ რომ რაღაცაც აიცეკვებთ მე შეიძლება იქ მიუჭახუნო იქ რაღაცაზე ჩამოვარდეს ლაპარაკი გაცვალოთ აზრები ერთმანეთში და ასე შემდეგ რა იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ანუ ეხა რამდენიმე დღის წინ შემოხდა მოლში ერთი ტიპი რა და არ ვარ მიჩვეული, როდესაც ადამიანი ჩემი მართ არის დიდად აგრესიულად ლაივში. კომენტარებში ამდეიძგენ. არ მე არ მახსენდება ეგეთი. ძალიან ცოტა მახსენდება. სულ კეთილ, იმიტომ რომ რა გადაობდა, მაინც გადაობაში გადის და იყურებს იუმორისტი ხარ და ხო და ძალიან დიდი აგრესია შემომთავაზა ესე რა, შენის არ ხარ და რაღაცა და ჩვევია ხოლმე რომ მეც საპირწონეთ იმავე ზომის აგრესია შევთავაზო, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაცა ლაპარაკის ხასიათზე ვიყავი ეთქობა და მოდი დავილაპარაკოთ მეთქი. და დავიწყეთ ლაპარაკი. აი 1 საათი ვილაპარაკეთ მოლში. ჩვეულებრივად რა, არაფერი არც ხმის აწევით, არც არაფერი. ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. და ბოლოს უთხარი რომ მეთქი აი ჩვენ, აი მე ხა შენ დილამდე რო გელაპარაკო, აზრი არ აქვს. აზრს ვერ შეგაცვლევინებ და შენ მე რომ ელაპარაკო, დილამდე აზრს ვერ შემაცვლევინებ, მაგრამ ასევე მთავარი ისაა რომ ჩვენ ერთმანეთს სამშობლოს ვერ შევაცვლევინებთ. სამშობლო არის შეუცვლელი ერთი. შეიძლება შეიცვალო
რავი, თმის ვარცხნილობა შეიძლება შეიცვალო, რა ვიცი, რაღაცა პროფესია შეიცვალო, შეიძლება ქვეყანა შეიცვალო საერთოდ, ხო? ანუ ქვეყნიდან წახვიდე, საქართველოსთან წახვიდე გრენლანდიაზე პირობითად რა. მაგრამ სამშობლო ხო არ არის მხოლოდ ფიზიკური მოცემულობა, სამშობლო არის რაღაცა პირველ რიგში ემოციური განზომილება რა. აი ამას ვერ შეცვლ, სამშობლოს ვერ შეიცვლი რა. ხო და გინდა არ გინდა ის ისე ფიქრობს, შენ ასე ფიქრობ, ერთი გაქვს სამშობლო. რაღაცნაირად უნდა ისწოროთ ერთ ქვეყანაში, რაღაცა უნდა მოიგონო. არ გამოვა, არ გამოვა. გეთანხმები 100%. თან ყველაზე მეტი ის რაც არის ასპექტი რის გამოც ბრძოლობდა ბრძოლობთ. ვერ ვწვით ყველაზე მეტად ერთმანეთს. ის არის რომ ხო ხტები ესენი უსამშობლოები, უღმერთოები, უსამშობლოები, რაღაცა ეგ არის ყველაზე მეტი ის რა, შეურაცხყოფა ვითომ რომ ერთი მეორე მხარეს დაუპირისპირონ რა, ერთი მხარე მეორე მხარეს. აი იგივე შემთხვევა იყო, აგერ ლალი გვაჩვენებს ახლა ვიდეოს, ოპენიერიდან იყო. ჯოჯოხეთი იმართება ლისზე. აი აქ დააბამენ ამაღამ თქვენ ქალიშვილებს, ხვალღამის დააბამენ. და კიდე რამდენხანაც გაგრძელდება იმდიხან დააბამენ. სული ამ სულშოლებით არაფერს არ ვამატებ. გონიათ აქ ჩოლები შედიხარ? აი აქ რომ შეხვიდე, აი აქ რომ შეხვიდე. აი აქ. აქ ჭირდება. სამაჯური, აი ეს ბიჭი რომ სამაჯური ჭირავს, უკეთია ხელზე. აი ეგეთ სამაჯურს ამოვენ ყველას. გონიათ პირდაპირ შედიხართ? და დააბმული ხარ მთელი 2 დღის მანძილზე. თუ რამდენი ხანის გაგრძელდება, მე როგორც გავიგე 2 დღე გრძელდება რა. ეს ხდება აქ. ეს ხდება თქვენი ქალიშვილების თავს. აი ეს არ ვიცი. ვინ ეკითხებოდა ამ ადამიანს? სამაჯურს რო უკეთებენ. ეგ იყო დაბმა? ნუ მაგიტო სამაჯურს გულის ავადმყოფი. მაგიტო გითხარით წეღანის ამ პირადობებზე რო ქონდათ გაჭედილი რომ აი მე აიდი ბარათი მაგას გამოყევი რეალურად აიდი ბარათი ის არა სამაჯურს გიკეთე მოიხსნე მე მოვიჭერი ჩვეულებრივად რა ანუ ეგეთი არის 2 დღე უნდა გეკეთოს და მე მოიჭერი მე ორგანიზმში შევიდა ჩემი ეს დეგრაგემჩნა ტატუ გააკ რა 3-6-იანი გადაგივი და ნუ საგიჟეთია პროსტა არ შეიძლება ეგეთ რაღაცებზე ჭედავ და ბიჭო ცუდი რა არის ეს გადაობა რა არის კიდე იცი ცუდიც არის და გადაობა ეს თან რა უცნაური არა გეუბნები ცუდია და გადაობა აი ეს ხალხი ძალიან ბევრი მე ძალიან ბევრს ვიცნობ ძალიან ბევრი მყავს იქით ამხრიდან აქეთ ამხრიდან ვერ განვასხვავებ მიყვარს ყველა რა ეხა ჩემი ვინც არის ჩემი არის რა ფეხებზე მკიდია გინდა იმას უჭერდე მხარს გინდა იმას მაგრამ ბიჭო აი ვიღაცები და გამოდგებიან ხოლმე რაღაცა ჩემთან ერთად რო არიან თან და რო ლანძღავდნენ აი აქციების პერიოდში ხო ყველა იქ ვიყავით საერთოდ რა და ყველა იქ ვიდექით რაღაცა და მე უცებ სადაც სხვა გარემოში რო გავიჩიტებოდი და აი ისინი დადიან და ესენი და ესეთები და ისეთები და ბიჭო მეც ვდგავარ ჩემს ძმაკაცებთან ერთად და მე ხო მაგრა გიყვარ ვართ მეთქი ჩემი ძმაკაცებზე გიждდებით ყველა ესეთებიო რას ბიჭო აი ნებისმიერი ფორმით რა საერთოდ საუბარი არის იმაზე რომ იქ რაღაცა განსხვავებული ორიენტაცია განსხვავებული გარეგნობა ის რაღაცა და ბიჭო მე ჩემს ძმაკაცებთან ერთად ვდგავარ მე გიყვარ ვარ ჩემი ძმაკაცები გიყვარს რაღაცა ყველას იმ ხალხს მიმართო განსაკუთრებით დეზინფორმაციის ხო და რატო ებმევით ესეთ რაღაცაში მეთქი რა რატო გჯერა ხო ეგეთ ხო მაგის ჯერათ ბიჭო იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაცა სადღაც თქვა ტელევიზიაში და მე გამოვიდა რომ კი ჩვენც ეგეთები ვართ ახე შენ საერთოდ ლაპარაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი ესე დროს რა ანუ ეგეთი რაღაცები ხო რაღაცა ფიზიკური რაღაცა ძალმომრეობით ვერ წყდება რა სინამდვილეში წყდება აქ ხო და აქ მუშტი ხო არ შედის ხო აქ შედის სიტყვა და აზრი და ეგ ლაპარაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა და აქედან დავიწყე სინამდვილეში რომ ეს რაღაცა ხი ჩატეხილობა რაც არის ეს გაუგებრობები რაღაცები აი ლაპარაკით მგონია რომ საბოლოო ჯამში შეიძლება რაღაც დოზით არ მგონია რომ მთლიანად მაგრამ რაღაც დოზით გადაიჭრას არ ვიცი შეიძლება ძალიან მიამიტური მიდგომაა და ინფანტილური ჩემი მხრიდან მაგრამ მგონია რომ ეს შველის რა შენ რომ მიხვედი და დაელაპარაკე და უთხარ რა გჭირთ ხალხო რა ლაპარაკე ეს უკვე არის თავარი რეცეპტი ჩემი ამაზე უფრო კარგი რეცეპტი და ეფექტური არ არსებობს იმისათვის რომ ადამიანი გახადო უფრო მიმღებელი უფრო შემწყნარებელი ხო და ნახე ბეხა ეგ მარტო ხო ეგ მარტო უფრო ადამიანი მარტო ამ საკითხი არ არის ეგ ბეხა ანუ ზოგადად ყველა საკითხში ეგრეა რა ანუ რითი განსხვავდებით იგივე მაიმუნებისგან რომ
მეტყველების უნარი გვაქვს და შეგვიძლია რომ აუხსნათ ერთმანეთს, ვისაუბროთ ერთმანეთთან და რაღაცა გავარკვიოთ ერთმანეთში. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში არიან ტიპები, რომელსაც თავპირი უნდა გადაუნგრიო და სხვა გზა არ არის და შეგვხვედრია ეგეთი ხალხი ცხოვრებაში და გადაგვინგრევია კიდევაც თავპირი, მაგრამ ეგ არ არის გამოსავალი, ანუ მაგითი ეს არის ერთჯერადი შემთხვევა, როდესაც ვსაუბრობ გადაუნგრია თავპირი, აღარ შეხვდება ცხოვრებაში არასდროს, მაგრამ თუ გინდა რომ იცხოვრო იმ ადამიანთან ერთად და განაგრძო არსებობა, ჩხუბი და ხელების ქნევა, ხო, თანაცხოვრება, ხო. ჩხუბი და ხელების ქნევა არასდროს არ არის გამოსავალი. პირველ რიგში საუბარი არის მნიშვნელოვანი. აქვე ბექას აქვს რაღაცა თამაში ჩვენთვის მომზადებული, როგორც მაგარი გადასვლა იყო. ძალიან მაგიარეთ. მაგარი იყო, იმინა ჯიგარი. მე გამისწორდა. Yes. რო აი ცხოვრებისეული რაღაცა. უცებ რაღაც მაღაზია და აქვე ბექას თამაში აქვს. რაღაც თამაში მოგვიმზადა, რაღაცა შეგაწუხებ ცხოვრებაში აი ესეთი აი გადაყოფილი თუ იქნება სამეგობრო ან სანათესაო რა ბექას აქვს თამაში. ვერ გაიგოთ ბექას თამაში. იცოდე რომ ბექას თამაში ყოველთვის გიშველის. და რაზი არის თამაში? ეხა გავიგეთ. ხო, პირველი შემთხვევა რომ სტომარმა მოგვიტანა რაღაც ბლეცი. მე ბეკაპს ელოთ თავს ხონ ბეკა. და გავწუხლოთ ბეკაპ ყველა. ვარ ზანგაია.იდან ლალი. საჯელი რა არის ეგეც გითხარი ჯერ. საჯელიც უნდა მოვიკითხო. პირველ რიგში საჯელი მითხარი. ლალი საჯელი მითხარი. ბეკა. ლალი გვანიშნებს რომ აქედან ბეკა დასაჯები. აღარ დაალევინო მე. აღარ დაალევინო ამათმეტი. ამათ აღარ უნდათ. მე ვიტყვი არაბულ სიტყვას. აჰა. არაბული გამოთქმით, იმიტომ რომ თუ ქართული გამოთქმით ვიტყვი, იმდენად გავს ქართულ სიტყვებს. აქვე გითხარით რაზე, იმიტომ რომ მარტივად მიხვედრად ეს სინამდვილეში. ბევრად უფრო მარტივად გამოსაცნობი იქნება. ამიტომ მე ვეცდებ მაქსიმალურად არაბული პრონანსით წარმოვთქვა ეს სიტყვები და თავით დავიწყებ ძალიან მარტივი სიტყვებით. ვიცი, პირველი ბეზნამიკო. არა, ვიცი, ბეზნამიკო. პირველი სიტყვა ვისაც წერია უეჭველი. რა? ლუდი. არა. ოროსებს სვამ. აი. მე მეგონა რომ ჩვენთან ეგ. პირველი არის მართლა ძალიან მარტივი რა. ვიცი. თქვი თორე არ გაცდის. ყალამ. როგორ? ყალამ. აბა. ყალამი? ხო, ვიცი. ერთი ტნოლი. იბა. ყალამ. მე ლუდი არ ჩამეთვალა. კარგი. თაღლით. თაღლითი. კი ბატონო. მე ხელისაცემი იყოს. კაი? კაი, შემდეგი. რო გაიმეორო იგივე შეიძლება სწორი იყოს. თაღლით. მუხთალ. მუხთალი. მუხთალი? მუხთალი. რაცი, ბრატ. ხელს არწევს. ეს პროსტა პირდაპირ ამობს ეგ. კაი. العرق. როგორ? العرق. არაყი? მართლა არაყი? არა. წინ შარტი აქ რაღაც რა. ეს იყო მოიგონეს უკვე რასვამზე. კაია, კაია. არაყი სხვათა შორის ნიშნავს ოფლს. რას? არაბულად ნიშნავს ოფლს, მაგრამ ნიშნავს არახსაც. ანუ ორი ერთნაირი. ანუ ოფლი რო მეთქვა მომენტ შეიძლება მე. საბა ლექსიკონში ამ არახზე ამბობს ესე. არაყი არაბულად არა ვინცა. ოფლს არაბულად არაყი ჰქვიან. ვინაიდან იგი ქვაბისა ოფლი არს. ანუ გამოხდილი, ხო? მაგაი ნათქვამია, ხო? ქვაბის ოფლია სინამდვილეში, ხო? არაყი რა. ხო, რეალურად ხო იქ რო იმაშვება რა ქვია. აი, შუშები რო დაერთო ორთქლება, პახმელიაზე რო ჯდები მანქანაში ხო ის? ხუჟე. მანქანის ხშირი გამოსილება მაქვს მაგის და მაგის. მე მანქანის და ორთქლის მოსულ ტიტანიკის სცენა მახსენდება ხოლმე რა ეს. კაი, შემდეგი.
საუდა. სოდა. არა. და საუდი. საუდა. 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 არა საუდა. აი გეთქო. დამაგდამოლოს. საუდა. 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 გავართულე ცოტა, მაგრამ სინამდვილეში მარტივია. საუდა. ის არის. საითა? საითა. საიდა. აუ, არა, რთულია რა. საუდა გარია. არ მე ვერ ხვდები. იყოს საბანი. ოდი არაბულად ნიშნავს შავს. სულხან საბა ამბობს, რომ მაგრამ ქართულად შავ ნაღველად იწოდების. ის არა, ხო სევდა. კი ბატონო. სევდა, სევდა. სევდა თუ სევდა როგორ გავიხსენე, აი რა. აქედან მოვიკითხავ ნატლია ჩემს, რომელსაც კიდე გინდა თუ მორჩეთ, რამდენია? მე ერთის გუნდი შეიგებს უპირობოთ, მაგრამ ერთიც გვინდა ყველა ვარიანტში, თუ არის საშუალება. ბავასიერ. ბაბასილი. მითხარი რომ ეგ არ არის. ბავასიერ. ბავასიერ. ბრავო? ბავასიერ. ბავასիր? არაბულად შემიძლია გითხრათ. მედი. ერთი ასოა მხოლოდ შეცვლილი ქართულში განმოვიდა. არა, ორი. გატყვებ. ნიშნავს არაბულად, მაგრამ ქართულში ცოტა სხვა მნიშვნელობა მიიღო. ბავასიერ? ბავასიერ. ბავასიერ. აი ერთი ხმოვანი რო შევცვალო, ეგრევე მივხვდებით. მივხვდი? კი ბატონო. ლალი მივხვდა. ბუასირი. აუ, ეხა მივხვდი რომ თანხმოვანს ვწვლიდი და მაგიტოვე. რატო ვწვლიდ თანხმოვანს? ეხა აი ბუასილი როგორ გამოვიცანით? ხომ ბუასილი მე და შენ რო ვიცით? არ ვიცი. იმანიც. ეს არის შედარებით რთული. რა ხდება, ლალაბარაკი. მაგას თუ ვერ გამოისმოდა ეხა. გასულაბარაკი. აგერო. ეს არისო, ესო. კაი იყო. აი. და ეხა რთული ხო? ხო. ბუასილი ხო გამოვიცანი? მარტივი ხო გამოვიცანი? ალხალ ვალხილ. გამარჯობა. ალხალ ვალხილ. ალხალ ვალხილ. რაღა მინიშნებას მოხდა. თუ ეს მინიშნება მოგეცით, მე ძალიან მარტივად მიხვდები და თამაში მუღამს დაკარგე. ალხალ ვალხილ. ალხან ვალხინ. ალხალ ვალხილ. აი, მინიშნება უეჭველი აი, დამჭირდება. ჩვენ პრინციპში რასაც ვაკეთებთ, ეგ არის ალხალ ვალხილ. არა. არა, ურთიერთობა. ურთიერთგაგება. ამხანაგობა, მეობა. ეხლა ჩვენ სამივენი თუ დავიწყებთ ერთდროულად ლაპარაკს, მივიღებთ ყაყანი. არა. ყანყალი. ალხალ ვალხილ. მე სამდრო ერთდროულად თუ დავიწყებ ლაპარაკს, ყაყანი არ იქნება ჩვენ. ტრიომანდილი. ალხალ გალობა. არ ვიცი. ალხალ ვალხილ. აყალმაღალი. აყალმაღალი, ყაყანი რა. ცოტა რთული იყო ეს. ბალამუტი ხო თქვი? ბალამუტოფ, შენ რომ ბალამუტა ხარ, მაგის ბრალია. მოკლედ მოკლედ წააგო. ვინ წააგო, ვინ მოიგო, მაგას მნიშვნელობა არა აქვს. სამივე მე აქვე ნელ-ნელა სამწუხაროდ რა მოვიდა, რომ გავიდეთ ბოლოსკენ. ამ მაყალის დროს უკვე ხო, მაყალის ალხალ მალხილ ხო როგორ არის? ალხალ ვალხილ. ალხალ ვალხილ. აქ პირველ რიგში ვიტყვი რომ დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემისთვის ჩვენს წარმდგენს ლუდისას და ჩვენს მეგობარ კომპანიას მეგობარ ლუს ბავარიას და დიდი უღმესი მადლობა ბექას რომ ესეთი ლამაზი მაგარი და საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა დღეს ბეკა მე შორიდან ვისწრებდი მე ვერ წარმოვიდგენდი რომ ესეთი ეხა შეგვიძლია ჩვენ კამერები გავთიშოთ და მე რა გადაცემა კი კაცო ვაგზერ და ეს მელაპარაკი ბანკი შოლდერი არის სავსე ბოთლი სავსე არა არის ნასი ამოვნები დავში დღევანდელი გადაცემით იმიტომ რომ მართლა პირადად რო არ გისრომდი ვერ წარმოვიდგენდი რამდენად ხალისიანი რამდენად კარგი ადამიანი ხარ და თურმე ლაივში გაცილებით უფრო ისეთი ხარ რა უნიჭო გაცილებით უფრო ვოც გაცილებით უფრო ლაივში ბიჭო შესაძლოა ერთადერთი რასაც არ მოველოდი იქ იყო ხო ო ვეძებ სიტყვას არაბულად როგორ არის თქო და მაი ვერ გავიხსნა ანუ ხო არ მეგონა ესე ძალიან თუ გიყვარდა ჩვენსავით ხო როდის დავლიოთ რავი რა შვებით ბაზარია რა ხო და ნუ მოკლედ რა დღეისათვის ხო ბეკა შენი სიტყვა და ხო მოკლედ მე მართლა ესე კარგად მართლა არსად არ მიგრძნია თავი
და მიზეზი რატომაც ვთქვათ ხშირად არ დავდივარ ხოლმე არსად სტუმრად არის ის რომ არ გრძნობ არსად თავს კომფორტულად რა როგორც რესპონდენტი რა მართლა მაქვს ეგ პრობლემა რა მიუხედავად იმისა ხალხს გონია რომ კამერასთან პრობლემა არ მაქვს რა ლაპარაკის პრობლემა მე ვარ ინტროვერტი კაცი სინამდვილეში და დიდად არ მიყვარს ეს კამერის წიგავჭა აი ხო სიგიჟეს ვამბობ წარვა ეხა ვინ დაიჯერებს არა მესმის კაცო რა მაგრამ მართლა ეგრეა რა აქ ვიგზენ თავი იმდენად კომფორტულად რომ მაყურებელს დარჩება დიდი ალბათობით დაბეჭდილება რომ საერთოდ რატომ მოიწვიე ესე ვიყავი არა რას ამბობ ძალიან მაგრამ კომენტარები ჯებოდიოდი რაღაც ესეთი ვიყავი თანა მეინახე საბოლოო ჯამში საინტერესო თანა მეინახე გამოვედი თქვენთვის და იდეალური სტუმარი იყავი ხო და ძალიან გამიხარდა თქვენი პირადად გაცნობა და ნამდვილად ის სიყვარული რომელიც ხალხისგან გებოძად ნამდვილად ამას იმსახურებთ. უღრმესი მადლობა, გენაცვალე. კონდიში რამის დამატება ხო არ გინდა ჩემოწმაო? როგორ არ მინდეს ბო? ძალიან გამიხარდა მე ბექას გაცნობა პირადად. ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ეს ძალიან გემრიელა და კარგად გაუგებით ერთმანეთს, მაგრამ ძალიან გამიხარდა მისი დამოკიდებულება სასულეს მიმართ. განსაკუთრებულად სიყვარულს იცავს კიდე არა. ეს იყო შენი კლუბში მომზადება. ლოთი იუთუბერების კლუბი. ჩვენ ყოველ ხუთშაბათს ვიკრიბებით ხოლმე და ჩვენ თავზე ვსაუბრობთ ხოლმე. ნამდვილად. უღრმესი მადლობა ბექა. კიდევ ერთხელ ერთად გაგვიმარჯოს ყველას. გაუმარჯოს თქვენს ძვირფას მაყურებელს და აქვე უნდა ვთქვა რომ აი თქვენზე უკეთეს ესე იგი ვის დააფოლოვებენ და თუ როგორ მე დააფოლოვებაზე დაასაბსკრაიბებენ. აი ვიცი ნელ-ნელა გადმოდიხარ აკეთებას. მოგიწევს დამღანდა. მოგლეთ გაგიმარჯვეთ მაყურებელო გაგიმარჯვეთ მეგობრებო და აქვე სანამ დავასრულებთ რის თქმას დამავიწყდა ნამდვილად იაქტიურეთ კომენტარებში გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო კომენტარებში აქტიურობა კიდე ყველამ კარგად იცის რომ სახალისო კომენტარებს გადაეცემა ნაკრები ხოლო ვინც დაწეს თუ რა არის ყველაზე კარგი მიზეზი რატო უნდა გამოიწეროთ არხის სამარილე მასაც გადაექცემა ბავარიას და ლუდისას ნაკრები და შემდეგზე მე მოვაგებინებ ცოტნეზე და მიკროფონზე თუ იქნება რამე კიდე იმ კომენტარს მიკროფონს არიდებს მოგეთ სულ ეს იყო გაგიმარჯვეთ აგიმარჯვეთ მეგობრებო აბა ჰე